ჩვენ ვხედავთ საჭიროებას ზოგადად ამ კანონპროექტის მიღებისა იმ დამნაშავეებს, რომელთაც სურვილი ჰქონდათ და ან აქვთ, რომ თავიანთი ქონებები გადამალონ კოვზნაც არ შეუვარდებათ, მარტივად მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი, რომ მათი გადამალული იქნება ეს მათ ოჯახის წევრებთან, ახლო-ნათესავებთან თუ მათთან დაკავშირებულ პირებთან გადაღმავლული ქონებები მოძიებული იქნეს და შესაბამისად მიქცეული ისევ და ისევ დაზარალებულების სასარგებლოდ და ამ ადამიანებს აღარ უნდა გაუჩნდეთ სურვილი, რომ ახალი დანაშაულები ჩაიდინონ, იმიტომ რომ გარანტია იქნება, რომ სახელმწიფო იდგება სავის სიმაღლეზე და ასეთ ქონებებს მოიძიებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების, სასამართლო სისტემის ჩართულობით და საბოლოო ჯამში აუცილებლად მიყენებული ზიანი საბოლოო ჯამში მაქსიმალურად ანაზღაურებული. ეს არის მორიგი დრაკონული კანონი, მე ესე ვიტყოდი. მე როგორც ვიცი, განიხილება, რომ ოჯახის წევრებისგანაც მოხდეს რაღაცა ზიანის ანაზღაურების ამოღება და პასუხისმგებლობის დაკისრება ოჯახის წევრებზე, რაც არის არაკონსტიტუციური ქმედება პირდაპირ და არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ არ არის ამ ქვეყანაში სამართალი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში გააუქმოს. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი რეპრესიული იარაღი ქართული ოცნების ხელში, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის ფორმად ან რუსთაველის გამზირზე დადიან, ან საჯარო განცხადებებს აკეთებენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და შემდგომ აჯარიმებენ, მათ მიმართ ანგარიშწორების დამატებითი ბერკეტი ჰქონდათ.